ბრიტანეთის მთავრობა ფარისეულად მოიქცა ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლონდონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნაწილობრივ შეარბილა. პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთის ელჩი ქართულ ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ შემოსულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი თქმით ქვეყანაში საწვავისა და ცხოვრების გაძვირებას გამოიწვევდა. ევროკავშირის ღია კითხვებით მიმართავს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეც, რომელიც ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს წერილს უგზავნის და აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგით სამხრივად შეწყვიტა. ორმაგი სტანდარტები და უსამართლო დამოკიდებულება ის მთავარი აქცენტებია, რომელიც მმართველი გუნდის აზრით მათ გზავნილებში იკვეთება. რა პასუხი აქვს ევროპას? მაგდა პლუაშვილი გვერდება ღია ეთერში, მაგდა გისმენთ. თავდაპირველად დავიწყებ საუბარს ქვეყნის პირველი კანონმდებლის შალვა პაპუაშვილის მორიგი კრიტიკული გზავნილით, რომელიც ახლა უკვე მიმართულია ბრიტანეთის ელჩის მისამართით. დღეს შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ამ შემთხვევაში გაერთიანებულმა სამეფომ ნაწილობრივ შეარბილა რუსეთის მისამართით სანქციები. სწორედ ამ კითხვის საპასუხოდ ჩვენ დღეს საკმაოდ კრიტიკული გზავნილები მოვისმინეთ. ქვეყნის პირველი კანონმდებლის მხრიდან შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან დადიოდა და მუქარის ტონით აფრთხილებდა მათ, რომ საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ უნდა შემოსულიყო. ამის პარალელურად უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება სამი ევროპელი ლიდერის მხრიდან, კერძოდ ურსულა ფონ დერ ლაიანის, რობერტა მეცოლასა და ანტონიო კოშტას მხრიდან პასუხსელოდება, რადგან ირაკლი კობახიძემ მათ გაუგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც ისინი ითხოვენ პასუხს იმასთან დაკავშირებით და დაგმობს თუ არა ახლა ევროპა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებს. დღეს მოვისმინეთ ქართული ოცნების წევრების მხრიდან უცვლელი კრიტიკული გზავნილები დასავლელი პარტნიორების მისამართით. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ რეალურად სამი ევროპელი ლიდერის მხრიდან ისინი არც კი ელოდებიან რაიმე სახის პასუხს, რადგან ორმაგ სტანდარტებს აქვს ახლა ბრიუსელის მხრიდან ადგილი. აქვე მოვისმინეთ ქართული ოცნების წევრების მხრიდან კრიტიკული გზავნილები ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართითაც. სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტებში, მათ შორის პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარა შერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანოს. აბა ჩვენთან ფეხი რო გადაუბრუნდეს რომელიმე აქტივისტი, ევროჩინოვნიკები, რაისა კომუნისტკა, იქით კუბილიუსა, ვარსკვლავ რიცხველი, კალასი, თავქარიანი, ეს ადამიანები დაეწყობოდნენ და თითო ყოველ დღიურად დაგმობდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მართლ პარტიას. სად არის ჰერჩინსკი? გამოდი აბა ევროკავშირის წარმომადგენელი ხო ხარ საქართველოში? ის რაც მოხდა დანიაში დაგმე? დაგმო და შენს დაგმობენ შენი კოლეგები იქიდან. აი ეს არის შენი კიდევ ერთი ილუსტრაცია. ასეთია მმართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც ევროკავშირს კვლავაც ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ. როგორც უკვე გითხარით, ახლა სახელისუფლებო გუნდი სამი ევროპელი ლიდერის მხრიდან ელის პასუხს მათ მიერ გააგზავნილ ღია წერილთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა ქართულ ოცნებას, ახლა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენები საკმაოდ აწუხებს, რადგან ისინი ყოველ შემთხვევაში პასუხს და ევროპელი ლიდერების მხრიდან დაგმობას ითხოვენ იმ მოვლენებისა, რასაც ახლა ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში კადრებში ხედავს. ამის პარალელურად ბუნებრივია ჩვენ დღეს მოვისმინეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებები ქართული ოცნების რიტორიკასთან და გზავნილებთან დაკავშირებით. ახლა ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ რეალურ პრობლემებზე იფიქროს ახლა ქართულმა ოცნებამ, ისინი ფიქრობენ, რომ დღის წესრიგში დაყენებული ამბების გადაფარვა სურს ახლა მმართველ პარტიას და ცდილობს, რომ თავს დაესხას ევროპელ ლიდერებსა და მათ შორის საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც. აქვე მოვისმინეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები იმ ნაწილში, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს და ზოგადად დასავლეთს ჩვენი ქვეყანა სრულად ჩამოაშოროს.
მე მგონი რაღაცა საერთოდ სხვა სამყაროში არიან. რა ბრიტანეთის ელჩი გავიდნენ, რა ხდება ქვეყანაში, ხან დანიას ეომებიან, მე მგონი და ესხმიან თავს ხან ბრიუსელს, ხან ევროკავშირში. ახლა მე მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს და ქართული ოცნების მხარდამჭერებს მინდა ვკითხო. აი ბრიტანეთის ელჩს რომ თავს დაესხა ეს პატივცემული ადამიანი. თქვენ ამით სამუშაოს იშოვით, ფასები გაგიაფდება, საწვავის ფასი შემცირდება, ბავშვების წამალი დაფინანსდება თუ რა? რეალურად ქართველი ხალხის და საქართველოს პრობლემებზე კი არის საუბარი. არამედ ევროპას შეედაონ იქ და ევროპას მოუწოდონ, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ყობახიძის ინიციატივით ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ და აჯარიმებენ. ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო ციხეში უშვებენ. ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო ციხეში უშვებენ. აი ეს საქართველოს გვაქვს დღეს და ამ საქართველოს შემოქმედი არის ყობახიძე ივანიშვილთან ერთად. ზაღლის შინარ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა. საკუთარ პრობლემებს მიხედე, საკუთარ ნაცემ ხალხზე სამართლიანობა აღადგინე. კორუფცია მოსპე, ფასები გააიაფე. აი ეს პრობლემები მოაგვარე და მე წავუყენე იმ ქვეყანას პრეტენზიები და იმ გაერთიანებას, სადაც ადამიანის უფლებების უზრუნველყოფილი არის. მართველი გუნდის ღია წერილი სამ ევროპელ ლიდერთან უკვე გაგზავნილია. ახლა მთავარი კითხვა სწორედ ის გახლავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, რობერტა მეცოლა და ანტონიო კოშტა და გასცემენ თუ არა ისინი აღნიშნულ ღია წერილს პასუხს. ყოველ შემთხვევაში ეს ჯერჯერობით უცნობია.